კოჭი პეპა. ახალი მანქანა. დღეს პეპა და მისი ოჯახი სასეირნოდ მიდიან თავისი წითელი მანქანით. იქნებ ჭერი გადავხადოთ. დიახ, დავუშვათ. პეპას და ჯორჯს უყვართ თავისი მანქანა. აბა ყველანი მზად ხართ? მზად ვართ. წავედით. მე მიყვარს ჩვენი მანქანა. მასაც უყვარვართ. მართალია? ვარა. გონი მანქანას რაღაც ვერ აქვს კარგად. რა ხდება, მამა? არ ვიცი. წავიყვანოთ ბაბუა ძაღლთან, ის შეაკეთებს. მართალია დედა ღრუტუნა. ბაბუა ძაღლი მუშაობს ავტოსახელოსნოში. მას ნებისმიერი მანქანის შეკეთება შეუძლია. მამა ღრუტო, გონი თქვენს მანქანას რაღაც ვერ აქვს საქმე კარგად. შეგიძლიათ შეაკეთოთ ბაბუა ძაღლო? დიახ, მაგრამ ამაზე მთელი დღე წავა. თელი? ღრუტ, ჩვენ გვინდოდა მანქანით გასეირნება. არა უშავს. სანამ შევაკეთებ, ეს მანქანა წაიყვანეთ. ვაშა! ვაშა! გმადლობ ბაბუა ძაღლო. გადავხადო ჭერი. მიდით. ვაჭერთ წითელ ღილაკს. რაჭკვიანი მანქანაა. ვაუ! როდესაც დაბრუნდებით, ყველაფერი მზად იქნება. გმადლობ ბაბუა ძაღლო. ნახვამდის. 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 პეპას და მის ოჯახს მოსწონთ ახალი ლურჯი მანქანა. ამ მანქანას იმდენი ღილაკი აქვს. რისთვის არის წვანე ღილაკი, მამა? ნახოთ. სასწაული ფანჯრები! მამა, შეგიძლია დაუშვა სასწაული ფანჯრები? რისთვის არის ლურჯი ღილაკი? არ ვიცი, ვნახოთ. კარგი მანქანა, დავიტოვოთ? არა, ის ჩვენი არ არის, პეპა. ჩვენ ერთი დღით ავიღეთ. არა, მე მგონი წვიმა იწყება. დიახ, ავწევ ჭერს. რომელი ღილაკია საჭირო? ნეტავ, რომელი ღილაკია საჭირო? ალბათ ეს. არა. ახალმა მანქანამ გაწუწა მამა ღრუტო. სასაცილო, მამა. აი ეს. ой, არა. აი ეს. არა. არა. მამა ღრუტოს დაავიწყდა, რომელი ღილაკი წევს ჭერს. გონი მას არ მოწონვარ. წითელი მოსინჯე. ვაშა! მაგრამ წვიმამ უკვე გადაიღო. მოდი დავუშვათ ჭერი. კარგი. რომელი ღილაკია? წითელი! ვაშა! ბაბუა ძაღლმა შეაკეთა მანქანა. მანქანა მზად არის. ვაშა! გმადლობ ბაბუა ძაღლო. გმადლობ მამა ღრუტო. ნახვამდის. 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 დროებით. რა კარგია ძველ მანქანაში? მე მომეწონა ახალი მანქანა, მაგრამ ძველი უფრო მიყვარს. ჩვენ მანქანასაც ძალიან უყვარვართ, ხომ მართალია? მე ვარ კოჭი პეპა. ეს
ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. ბალეტის გაკვეთილი. პეპა ბალეტის პირველ გაკვეთილზე მივიდა. ეს ქალბატონი ნიამორია, პეპას მასწავლებელი. გამარჯობა. შენ ალბათ პეპა ხარ. მე კი ქალბატონი ნიამორი. გამარჯობა. საყვარელო. კეთილი იყო შენი მობრძანება ბალეტის გაკვეთილებზე. მე წასაყვანად მოგაკითხავ. ნახვამდის. არ მოიწყინო. აქ არიან პეპას მეგობრები. ისო კენდი, ბეკეკა სიუზი, ლეკვიდენი, ბაჭია რებეკა და პონი პედრო. ბავშვებო, ახალი მოსწავლე ყავს. გოჭი პეპა. კარგი პეპა, გაიქეცი მეგობრებთან. ყველას გამარჯობა. გამარჯობა. ბავშვებო, დავიწყოთ დემიპლიეთი. დემიპლიე. ახლა პატარა ნახტომი. petit je t'aime. მსუბუქად და დახვეწილად. petit je t'aime. მსუბუქად და დახვეწილად. petit je t'aime. მსუბუქად და დახვეწილად. ბალეტის გაკვეთილები ძალიან სახალისოა. ავწიოთ ხელები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ულამაზესი გედები ხართ. როგორ ფიქრობთ, რა ხმებს გამოსცემენ გედები? მსუბუქად და დახვეწილად. პეპას უყვარს ცეკვები. ყველას უყვარს ცეკვები. დედა, ჩვენ გედები ვიყავით. პეპა საუკეთესოა. მე ვცეკვავდი მსუბუქად და დახვეწილად. ოჩახ. ხა ჩვენო როგორ ვცეკვავ? შინ წავიდეთ. იგი გვაჩვენეთ ცეკვა მე, მამას და ჯორჯს. ნახვამდის. პეპა და დედა ღრუტუნა უკვე სახლში არიან. მამა, ჯორჯ, მე თქვენ გაჩვენებთ როგორ ცეკვავენ ბალეტს. ეს ძნელია? მე არ გამიძნელდა. აი შენ ჯორჯს და დედას კი გაგიძნელდებათ. პირველ რიგში საჭიროა მუსიკა. ახლა კი ჯორჯ, დედა და მამა გაიმეორეთ ჩემთან ერთად. ქალბატონმა ნიამორმა რაღაც უცხო სიტყვა ახსენა. უნდა ჩაიცუცქო და ახტე. ეს პეტიჟეტია. შენ იცი ეს სიტყვა, მამა? მე და დედა ღრუტუნა დაკავებულები ვიყავით ბალეტით. ფრთხილად, მამა ღრუტუ. მგონი ეს პადედია. ჰოპლა. ჰოპ. ძალიან სწრაფად მომივიდა და ამიტომ. სასაცილო მამიკო. უმჯობესია პეპა მიცეკვას. ხო, მე შემიძლია. მე ულამაზესი გედი ვარ. ულამაზესი გედი.
კოჩი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. განძის ძებნა. ბებიამ და ბაბუამ პეპასთვის და ჯორჯისთვის მოიფიქრეს თამაში განძის ზებნა. ბებია ხატავს რუკას. ბაბუა კი განძს მარხავს ეზოში. ბაბუ ღრუტ უკვე მორჩი, პეპა და ჯორჯი მალე მოვლენ. სულ მალე. პანიკის გარეშე, ბებო. აი პეპა და მისი ოჯახიც. იჩქარე, ბაბუ, ისინი აქ არიან. თითქმის მზად არის. ბაბუა ღრუტუმ მოასწრო საქმის დასრულება. ბებო! აი ჩვენც. ბებია! გამარჯობათ, პატარებო. ბაბუა! ბაბუა! ყველანი გემბანზე. პეპა და ჯორჯ, ჩვენ თქვენთვის თამაში მოვიფიქრეთ. ბაღში სადღაც განძია ჩაფლული. განძი? კი, მაგრამ სად? თქვენ კი უნდა იპოვოთ. აი, აიღე რუკა. პეპა, ჯორჯი დაიხურავს მეკობრის ქუდს. კაპიტანი ჯორჯი ვახტაზე დგას. რუკა რთული ამოსახსნელია. მამა, დამეხმარები? რა თქმა უნდა, პეპა, მე ვერ ყვევი რუკებში. მართლაც რთული ყოფილა. მამა ღრუტუ, რუკა უკუღმა გიჭირავს. ჰო, შევამჩნიე. რა ადვილი ყოფილა. წითელი ჯვარი აღნიშნავს განძის ადგილს. ჰო, მაგრამ ეს ორი ვაშლის ხე სად იზრდება? არ ვიცი. გინდათ მინიშნება მოგცეთ? გვინდა. მინიშნება ბოთლშია. მაგრამ სად არის ბოთლი? მე ვხედავ. პეპა მიპოვა პირველი მინიშნება, წერილი ბოთლში. შეხედეთ, აი ბოთლი. კოჩახ, პეპა. რა წერია ფურცელზე? ეს მეკობრეების დაწერილია. დედა, შეგიძლია მეკობრულად წაიკითხო? ამ მეკობრებს საშინელი ხელწერა აქვთ. არა, მეკობრეები ლამაზად წერენ. ო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვარჩევ. მათ ნათლად მიგვანიშნეს, გაყევით ისრებს. ისრებს გაყევით. ჯორჯმა მეორე მინიშნება იპოვა, ჯოხებისგან დამზადებული ისრები. ისრები იქითკენ მიანიშნებენ. პეპა და ჯორჯი ისრებს მიხვებიან. შეხედა ჯორჯ, გასაღები. პეპამ კიდევ ერთი მინიშნება იპოვა, გასაღები. ოჩახ, პეპა. ახლა დარჩა სკივრის პოვნა და ბოკლომის გახსნა. აქ მეტი მინიშნება არ არის. იქნებ უკეთესად გავშიფროთ რუკა. შეხედე, პეპა, მასზე ორი ვაშლის ხეა გამოსახული. აი ვაშლის ხე. აი კიდევ. ესე იგი განძი სადღაც აქ არის. ახლა ვევნახავთ. რა ხდება? ფიქრობ აქ არაფერი არ არის. მოიცადეთ, მგონი აქ რაღაც არის. განძი. ვაშა! ყველანი ყოჩაღები ხართ. მე კი გასაღები მაქვს. მაგარია. დაუჯერებელია, ოქროს მონეტები. ეს ხომ მთელი ქონებაა? არა, უფრო უკეთესი. ეს ოქროს კი არა, შოკოლადის მონეტებია. აქ იმდენი მონეტაა, რომ ყველას გვეყოფა. მაგარია. ვაშა! პეპას და ჯორჯს უყვართ შოკოლადის მონეტები. ყველას უყვარს შოკოლადის მონეტები. ბებო, ბაბუ, ეს იყო საუკეთესო განძი მსოფლიოში.
მე ვარ კოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჭი პეპა. დედა ღრუტუს დაბადების დღე. დედა ღრუტუნას დაბადების დღე აქვს. მამა ღრუტუმ დედა ღრუტუნას საუზმე საწოლში მოართვა. დაბადების დღეს გილოცავ დედა ღრუტუ. პეპამ და ჯორჯმა დაუმზადეს დედას მისალოცი ბარათი. დაბადების დღეს გილოცავ დედა. როგორი საოცარი საჩუქარია. შენ ბევრი სიურპრიზი გელოდება. ახლა კი საუზმე მიერთვი. ნუ აჩქარდები. რა გემრიელია. სწრაფად, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს მოსამზადებელი. მამა ღრუტუმ დედა ღრუტუნას ნამცხვარი მოუმზადა. მხოლოდ სანთლები გადაგვრჩა. 1 2 აი მეც აქ ვარ. დედა ღრუტუნამ უკვე ისაუზმა. დედა მოდის. არა, აქ არ შეიძლება. ვინ არის? ეს მე ვარ დედა, შეიძლება შემოვიდე? არა. აქ რამე საიდუმლო გაქვთ? არა, არანაირი საიდუმლო, მაგრამ შემოსვლა არ შეიძლება. გასაგებია. დედა ღრუტუ, სასტუმრო ოთახში დაგველოდე. კარგი. შენ ხომ დაბადების დღე გაქვს? გეყოფა პეპა, მე ვიცი სადაც არის სასტუმრო ოთახი. აი საინტერესო ჟურნალი. მადლობა პეპა. აი ლამაზი მელოდია. მადლობა პეპა. სანთლები იმდენი უნდა იყოს. რამდენი წლისას დედაა? 1 2 3 ახლა რა ვქნათ? სანთლები არ ყოფნის. მამა, დედა რამდენი წლისაა? გეტყვი, ოღონდ ჩუმად. ოჰო, ამდენის? იცი თუ ფიქრობ 3 წელი ეყოფა. დედა ღრუტუნას ნამცხვარი მზადა. პაშა! სასტუმრო ოთახი გვაქვს მოსართავე. გამარჯობა დედა. აი თქვენც უკვე მოვიწყინე. დედა, ხომ არ გინდა ბაღში გაისეირნო? არჩევანი მაქვს? არა. დროებით დედა, სასიამოვნო გასეირნება. სანამ არ დაგიძახებთ არ დაბრუნდე. აღარც კი მახსოვდა რა რთული ყოფილა დაბადების დღე. მამა ღრუტუ, პეპა და ჯორჯი სასტუმრო ოთახს რთავენ. როგორი მხიარულება! ბებია და ბაბუა ჩამოვიდნენ დედა ღრუტუნას დაბადების დღისთვის. დაბადების დღეს გილოცავ დედა ღრუტუნა. სახლში შევიდეთ. ჩემთვის ჯერ არ შეიძლება. მამა ღრუტუნ, პეპა და ჯორჯი სიურპრიზს მიმზადებენ. რა სასიამოვნოა. აბა შეხვედრამდე. კარგად. დედა, ხომ არ გინდა შემოხვიდე? რა თქმა უნდა. დახუჭე თვალები? ჯერ არ გაახილო თვალები, დედიკო. 1 2 3 გაახილე თვალები. გილოცავ დედა ღრუტუნა. გილოცავ დედა ღრუტუნა. რა სასიამოვნო სიურპრიზია. შეაქრეს სანთლები. 1 შებერვით. დედა, გახსენი საჩუქარი. გამოიცანი რა არის? ვერ გამოვიცანი. გახსენი და ნახე. როგორი შესანიშნავი კაბაა. შენ ულამაზესი ხარ, დედა. ამ კაბით სადმე უნდა წახვიდე. ეს რა არის? თეატრის 2 ბილეთი. დღევანდელ წარმოდგენაზე. გმადლობ. დედა ღრუტუნას უყვარს თეატრი. თქვენ წადით. პატარებთან კი მე და ბებია დავრჩებით. პაშა! რა საოცარი დღეა. მე ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში. და ყველაზე მშვენიერი.
კოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჭი პეპა. თოვლი. დღეს პეპა და ჯორჯი სახლში ვერ ისვენებენ. გარეთ თოვს. დედა, შეიძლება თოვლში ვითამაშოთ? დიახ, მაგრამ გარეთ ცივა, თბილად ჩაიცვით. პაშა! არ დაგავიწყდეთ ქუდების დახურვა, ხელთათმანები და გაშნე. დღეს ძალიან ცივა. პეპამ და ჯორჯმა დაიხურეს ქუდები და გაიგეთეს გაშნე და ხელთათმანები. სწრაფად, ჯორჯ! პეპას და ჯორჯს უყვართ თოვლზე კვალის დატოვება. მათ ძალიან უყვართ თოვლში თამაში. რა ხდება? ოი. ჯორჯ, მოდი ვიგუნდაოთ. პეპამ გუნდა გააკეთა. პეპა და ჯორჯი ძალიან მხიარულობენ. ჯორჯ, დაბრუნდი გოჭო. ოი. გონი ეს ძალიან უხეში იყო. მაპატიე, ჯორჯ. ჯორჯ, მოდი თოვლის კაცი გავაკეთოთ. პეპა და ჯორჯი თოვლის კაცზე რწავენ. თავიდან ისინი ტანს აკეთებენ. ჯორჯ, ეს არის მისი ტანი. ახლა თავს აკეთებენ. მას ჭირდება ხელები, თვალები და პირი. ჯორჯმა მოიტანა ჯოხები ხელებისთვის. პეპამ კენჭები თვალებისთვის და პირისთვის. აი სახე. თოვლის კაცს ჭირდება ცხვირი. პეპამ მოიტანა სტაფილო. ეს იქნება თოვლის კაცის ცხვირი. გონი თოვლის კაცი კმაყოფილია. თუმცა ალბათ ცოტა სივა. თოვლის კაცს ჭირდება ტანსაცმელი. ჯორჯმა მოიტანა ტანსაცმელი თოვლის კაცის გასათბობად. ახლა თოვლის კაცს აქვს ქუდი, ხელთათმანები და კაშნე. დედა, მამა, უყურეთ. დედა ღრუტუნამას დაიხურა ქუდი, ჩაიცვა ხელთათმანები და გაიკეთა კაშნე. ეს არის ყველაზე საუკეთესო თოვლის კაცი მსოფლიოში. გონი მამა ღრუტუ სულ გაიყინა. მას არ დაუხურავს ქუდი, არც ხელთათმანები გაუკეთებია და არც კაშნე. მამა, რატომ ხარ უქუდოთ, უხელთათმანოთ და უკაშნეოთ? ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ სადვიპოვე. მე მგონი ვიცი, სად არის მამას ქუდი, ხელთათმანები და კაშნე. მამა ღრუტუს ქუდი, ხელთათმანები და კაშნე თოვლის კაცს უკეთია.
კოჩი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. კბილის ფერია. პეპა და ჯორჯი მიირთმევენ საყვარელ კერძს, სპაგეტს. რა ხმაურია? მე მოვჭი. ო, ახლა მიჩუმდება აქაურობა. ეს რა არის? ეს კბილია. საიდან გაჩნდა? ო, პეპა, წადი სარკეში ჩაიხედე. უი. ეს ჩემი კბილია. ის მომძვრა. არი ღელვო. ეს ხომ სარძევე კბილია. ისინი უნდა დაიცვალო. ახლა მომივა ახალი? აუცილებლად პეპა. თანაც შენთან კბილის ფერი ამოფრინდება. კბილის ფერია? დიახ, ფერია. თუ კბილს ბალიშის ქვეშ დადებ, შენთან ფერი ამოფრინდება. კბილის ფერია წაიღებს კბილს და მის ადგილას დაგიტოვებს ბრჭყვიალა მონეტას. როდესაც გავიზრდები, მეც გავხდები კბილის ფერია. შენ ვიღა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? დინოზავრი. დინოზავრი. კარა, ჯორჯ, გავიქცეთ დასაძინებლად, თორემ ვერ ვნახავთ კბილის ფერიას. ძილის წინ პეპა და ჯორჯი კბილებს იხეხავენ. პეპა, რა საკეთებ? წმინდა ჩემს კბილს. კბილის ფერიას რომ მოეწონოს. პეპას უნდა მალე დაიძინოს. ის კბილს ბალიშის ქვეშ დებს. დაიძინეთ პეპა და ჯორჯ. ნახვამდის დედა. ნახვამდის მამა. კბილძილს გისურვებთ, შემოგოჭუნებო. ჯორჯ, მე არ დავიძინებ. მოდი მთელი ღამე არ დავიძინოთ და დაველოდოთ კბილის ფერიას. რაღაც ფერია აგვიანებს. კბილის ფერია არ ჩქარობს პეპასთან მოსვლას. სად არის ეს ფერია? რა ხმაურია? იქნებ კბილის ფერია. ჯორჯ, გესმის? ო, ჯორჯ! ეს ჯორჯია? ის ძალიან დაიღალა და უკვე დაეძინა. ჯორჯს არ შეუძლია ღამის გათენება. მე კი შემიძლია. არ დავიძინებ და კბილის ფერიას ნახავ. საერთოდ არ დავიძინებ. კბილის ფერია მოფრინდა. მაგრამ პეპას უკვე ეძინა. გამარჯობა პეპა, გინდა გაგიცვალო შენი კბილი მონეტაში? ო, რა კარგი კბილია. გმადლობ პეპა, ნახვამდის. პეპა, ჯორჯ, ადექით, უკვე გათენდა. ო, რა მოხდა? მე არ მეძინა. ფერია მოფრინდა? არა. ბალიშის ქვეშ შეამოწმე. ნახე პეპა, ფერი ამოფრინდა და მონეტაც დატოვა. პაშა! ესე იგი მაინც ჩაგეძინა. სულ ცოტა ხნით, ნახევარი საათით. სხვა დროს არ დავიძინებ და აუცილებლად ვნახავ კბილის ფერიას.
კოჩი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. სასკოლო ბაზრობა. დღეს სკოლაში სადღესასწაულო ბაზრობაა. პეპას უყვარს ბაზრობა. ეს კი მისი მეგობრები არიან. ფისო კენდი, ბეკეკა სიუზი, ლეკვი დენი, ბაჭია რებეკა და პონი პედრო. გამარჯობა ყველას. გამარჯობა პეპა. მე მიყვარს ბაზრობა. მეც. ყველაზე მეტად რა მოგწონთ? მე გრიმის კეთება. ბუშტები. მე მომწონს გასაბერი ციხესიმაგრე. მე კი ყველაფერი მომწონს. შესანიშნავი არჩევანია პეპა. შეხვედრამდე პეპა. შეხვედრამდე. ჯორჯ, შენ რა მოგწონს? დინოზავრი. შიშობ, აქ დინოზავრები არ არიან, ჯორჯ. იქნებ გიყიდო ბუშტი, რომელზეც დინოზავრია დახატული. დარწმუნებული ხარ, რომ აქ ასეთი ბუშტები იყიდება? ალბათ კი. შეიძლება მე და ჯორჯმა გრიმი გავიკეთოთ? შეიძლება. ქალბატონი კურდღელი პეპას და მის მეგობრებს ვეფხვის სახეს უხატავს. მოვჭი სიუზი, ახლა შენ ნამდვილი ვეფხვი ხარ. მადლობა დიდი. რა მამაზია სიუზი. შენ რა ფისუნია ხარ? არა, მე ვარ ვეფხვი. პეპა, დაგიხატო სახე? დიახ, მე მინდა ვიყო სპლიყვი. მე არ ვიცი სპლიღვის ხატვა, მხოლოდ ვეფხვის. კარგი, მაშინ მეც ვეფხვი მინდა. აი, პეპა, ახლა შენ ვეფხვი ხარ. მე ვეფხვი ვარ. ჯორჯ, შენ ვინ გინდა იყო? დინოზავრი. დინოზავრი? იქნებ ვეფხვი იყო. მე ეს უფრო გამომდის. მე ვეფხვი ვარ. მეც. მიაუ. ვეფხვები არ ყეფენ. შენ რა იცი? ვეფხვები დიდი კატები არიან. მე კი კატა ვარ. მიაუ. კენდი გვასწავლე ვეფხვობა, გთხოვ? კარგი. ვეფხვები ნელ-ნელა ეპარებიან და უცებ. ჰოპ. ვეფხვები თვითონ ისუფთავებენ თავს. მაგრამ თავარია ის, რომ ყველა ვეფხვი კრუტუნებს. გამარჯობა ბავშვებო. რა ხდება? ყველანი ვეფხვები ხართ? მე ვასწავლი მათ ვეფხვობას. როგორ უნდა გაერთონ ჩემი ვეფხუნიები? დინოზავრით. მართალია. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ბუშტი დინოზავრით. ვუყიდი ბუშტებს ყველას. ბაშა! გამარჯობა ქალბატონო ნიამორო, ჩვენ ბუშტები გვჭირდება. შესანიშნავია, იმდენი მაქვს ყველას ეყოფა. მე მინდა სპლიყვით. აიღე პეპა. მე კენგურუთი. მე ლომით მინდა. მაიმუნით. თუ შეიძლება თუთიყუშით. დიახ, მე ყველანაირი მაქვს. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ბუშტი დინოზავრით. მაგრამ მე არ მაქვს ასეთი ბუშტი. არიტირო ჯორჯ. მე იდეა მაქვს. მომეცით ორი ბუშტი? ყურადღებით მიყურეთ. რასაკეთებს მამა ღრუტუ ბუშტებით? აბა ვინ გამოიცნობს ეს რა არის? იქნებ კენგურუა. არა, ეს არის დინოზავრი. მართალია, დინოზავრი. მამა ღრუტუმ ბუშტებიდან დინოზავრი გააკეთა. დინოზავრი. ახლა კი გასაბერი ციხესიმაგრე. პეპას უყვარს ხტუნაობა გასაბერ ციხესიმაგრეში. ყველას უყვარს ხტუნაობა გასაბერ ციხესიმაგრეში. ყველას უყვარს ხტუნაობა გასაბერ ციხესიმაგრეში.
მე ვარ კოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჭი პეპა. ჩემი ბიძაშვილი ქლოია. პეპა და ჯორჯი ბაღში თამაშობენ. ჯორჯი ისროლე. შენ ძალიან ძლიერად ისრი. ეს კი მას ნიშნავს, რომ მოგიგე. ახლა კი მე. ისე მოგიგე. პეპა, ჯორჯ, თქვენი ბიძაშვილი ქლოია ჩამოდის. ვაშა, დაიგო ქლოია. ჯორჯ, ქლოია უკვე დიდია, როგორც მე. ამიტომ არ გეწყინოს თუ ის არ მოინდომებს შენთან თამაშს. დარწმუნებული ვარ ქლოია ორივესთან ითამაშებს. ეს ქლოია. დეიდა ღრუტუნამ პეპასთან ქლოია ჩამოიყვანა სტუმრად. ქლოია არის პეპას და ჯორჯის ბიძაშვილი. ქლოია ცოტათი უფროსია პეპაზე და ჯორჯზე. გამარჯობა ქლოია. გამარჯობა პეპა, გამარჯობა ჯორჯ. ჩვენ წავედით. გინდათ ვითამაშოთ? კი, ვითამაშოთ. პეპას უყვარს დაჭერობანას თამაში. თქვენი თამაშეთ დაჭერობანა. ეს თამაში პატარებისთვისაა. შენ თამაშობ დაჭერობანას ჯორჯის გამო. კარგი, ვითამაშოთ ჯორჯის გამო. თქვენ თამაშობთ დიდებივით თუ ბავშვებივით? დიდებივით. მე ვიწყებ. შენ უნდა დამეწიო. პეპა უნდა დაეწიოს ქლოიას და ჯორჯს. ვერ დამიჯერ. ჯორჯ, მე ადვილად დაგეწევი, რადგან შენ პატარა ხარ. არ ითვლება. შენ დაეხმარე ჯორჯს. იმიტომ რომ ის პატარაა. გინდა შენც დაგეხმარები? არა. მე დახმარება არ მჭირდება. მე შენსავი დიდი ვარ. მოდი პეპა, დაგვეწიე. დაგვიჭერ, ვერ დაგვიჭერ. ვერ დაგვიჭერ. ეს სულაური თამაშია. მოდი სხვა რამე ვითამაშოთ. კარგი, მე ვიცი თამაში დიდი ბავშვებისთვის. ქვია ცბიერი მელა. მელა. მე მინდა ვითამაშო, მაგრამ როგორ? ერთ-ერთი ჩვენგანი არის ცბიერი მელა. ხოლო დანარჩენები უნდა მიეპარონ მას. მე ვარ მელა. პეპა არის ცბიერი მელა. როდესაც ის ზურგი დგება, სხვები მიეპარებიან მას. როდესაც პეპა შემოტრიალდება, დანარჩენები უნდა გაშეშდნენ. ჯორჯ, შენ იმოძრავე, ამიტომ გაბრუნდი და თავიდან დაიწყე. დაგიჭირე, მე მოვიგე. მე არ ვიყავი მზად. მე შემიძლია ვიმოძრავო, როცა მინდა. ხო მართალია, ჯორჯ? ახლა ქლოიაა ცბიერი მელა. პეპა და ჯორჯი გაუნძრევლად უნდა იდგნენ. პეპა, შენ გამოძრავდი, ამიტომ თავიდან იწყებ. არა, არ ხარ მართალი. შენ დიდხანს იყურებოდი. მე რამდენი ხანიც მინდა იმდენ ხანს ვიყურები. დაიწყე თავიდან. ჯორჯმა გაიმარჯვა. იქნებ სხვა რამე ვითამაშოთ. კარგი. მაშინ ვითამაშოთ თამაში დიდებისთვის. მე ვიცი, ეს ჩემი საყვარელი თამაშია. ის დიდებისთვისაა. ჯორჯ, შენ იცი პეპას საყვარელი თამაში? პეპას საყვარელი თამაში არის გუბეებში ხტუნვა. ჯორჯ, იმისთვის რომ გუბეებში იხტუნო, უნდა ჩაიცვა ბოტები. შენთვისაც მოვიტანე, ქლოია. მე დიდი ვარ. იმისთვისაც რომ გუბეებში ვიხტუნაო. მეც დიდი ვარ. ჯორჯს უყვარს გუბეებში ხტუნაობა. პეპასაც სურს იხტუნაოს, მაგრამ უნდა რომ დიდივით გამოიყურებოდეს. გავიგონე, აქ გუბეებში ხტუნაობენ. დედა ღრუტუნას და მამა ღრუტუს უყვართ გუბეებში ხტუნაობა. გონებ ხიარულობენ. ხიარულობენ. იქნებ დიდი გოგონებიც ხტუნაობენ გუბეებში. კი, შეუძლიათ მათაც. მე თქვენთან მოვდივარ, მეც. ყველას უყვარს გუბეებში ხტუნაობა. დიდ გოგოებსაც კი. მე
უფროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. ჩვენ ვრეცხავთ მანქანას. მამა ღრუტო აპირებს გაასეირნოს თავისი ოჯახი ქალაქ გარეთ. წავედით, მზად ხართ? მზად ვართ. დიახ, მამა ღრუტო, ჩვენ მზად ვართ. მაგრამ მანქანა არა. ის ძალიან ჭუჭყიანია. საშიში არაფერია. შიგნიდან უფრო ჭუჭყიანია. ჩვენი მამა პეთხუმია. მამა პეთხუმია. რამდენი უსარგებლო ნივთია. გაზეთები, ეს ჩემი გაზეთებია. ბილეული, ესენი ჩემია. დინოზავრი. დინოზავრი წასვლამდე მანქანა უნდა გავრეცხოთ. მართალი ხარ დედა ღრუტუნამ? დედა შეიძლება მოგეხმაროთ. კარგი, რადგან ასე კიდათ. პაშა! მამა ღრუტომ მოიმარაგა თბილი წყალი მანქანის გასარეცხად. მამა ღრუტო რეცხავს მანქანის სახურავს. დედა ღრუტუნა მანქანის წინა მხარეს. პეპა კარებს. ჯორჯს უნდა რომ გარეცხოს ფანჯრები. მაგრამ ის ძალიან პატარაა. საბრალო, მოდი დაგეხმარო. ой, ჯორჯს რუბერი გუბეში ჩაუვარდა. ჯორჯ, შენ ისევ დასვარე მანქანა. მე მოვაშორებ ჭუჭყს. პეპა შვილო. ეს წყალი ჭუჭყიანია. ხედავთ? პეპამ მანქანას ჭუჭყიანი წყალი გადაასხა. ой, არა უშავს, ჩვენ მას სარწყავი მილით გავრეცხავთ. შეიძლება მე მეჭიროს სარწყავი მილი? პეპას უჭირავს სარწყავი მილი. მამა ღრუტუ კი უშვებს წყალს. კი, მაგრამ სად არის წყალი? პეპა, გეყოფა. მოგადიე დედა. ой, მამა ღრუტო, ჩქარა წყალი გამორთე. პანიკის გარეშე. აუ ღმერთო, ყველანი დასოლდნენ. სამაგიეროდ მანქანა არის სუფთა. ჩვენც გავსუფთავდით. წადით გაშრით, ამასობაში მე მანქანას გავწნავ. შეხვედრამდე, მამა. შეხვედრამდე. მამა ღრუტო მისე კარგად გააპრიალა მანქანა, რომ საკუთარი თავის ანარეკლიც კი დაინახა. როგორი სასაცილო სახეა? ბევრი სასაცილო სახეებია. ეს პეპაა, ეს ჯორჯი და დედა ღრუტუნა. როგორი სუფთა მანქანაა? მანქანებში მე კარგად ვირკვევი. ჩასხედით, საჭეს მივუჯდები. აბა ყველანი მზად ვართ? მზად ვართ. წავედით. ვიმედოვნებ მანქანაში სისუფთავე შეინარჩუნებთ. დიახ, დედა ღრუტუნა. დიახ, დედა ღრუტუნა. ой, დედა, ახლა კი შენ დასვარე მანქანა. დედა ღრუტუნა. დედა პეთხუმია. მე ვარ კოჩი პეპა.
ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. შობლების გარეშე. დღეს დედა ღრუტუნა და მამა ღრუტუ მიდიან. ბებო და ბაბუ უნდა დარჩნენ პატარებთან. ბებია! ბაბუა! ბებო! ბაბუ! გამარჯობა, ჩემო პატარებო. გამარჯობა. პეპა, ჯორჯ, ახლავე საწოლებში სწრაფად. ტკბილი სიზმრები ჩემო გოჭუნებო. ტკბილი სიზმრები იძინეთ ტკბილად. ნახვამდის დედა, ნახვამდის მამა. როგორი ჭკვიანები ხართ? დროულად დაიძინეთ. კარგი დედა. როგორ უჯერებთ დედას? დედა ღრუტუნა და მამა ღრუტუ უკვე გაემგზავრნენ. რა ყოჩაღები არიან პეპა და ჯორჯი? როგორც კი დედამ სთხოვა, მაშინვე დაიძინეს. ბავშვებთან დარჩენა ადვილი ყოფილა. ჯორჯ, არ გძინავს? რა საშინელი ხმაურია? ფიქრობ ზევით უნდა ავიდეთ. პეპა, ჯორჯ, თქვენ არ გძინავთ? არა, საკმაოდ ღრმად გძინავთ. გასაგებია. ესე იგი პეპა და ჯორჯი არ ხმაურობდნენ. მე არაფერი მესმის. მგონი დაიძინეს. მოდი ტელევიზორს ვუყუროთ. მებაღეობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვარდების შესახებ. მიყვარს გადაცემები მებაღეობაზე. ვარდებს აქვთ ძალიან წვეტიანი ეკლები, ამიტომ ვარდი რომ მოვჭრათ, ყვავილი უნდა გადავხაროთ და ყლორტები ხელით გადავწიოთ. ბებია! პეპა, ჯორჯ, თქვენ ლოგინში უნდა იწვეთ. ჩვენ არ გვეძინება. შეიძლება თქვენთან ერთად ვუყუროთ ტელევიზორს? ვფიქრობ, ტელევიზორთან უფრო ადვილად ჩაგეძინებათ. ფაშა! ისლანდიური ვარდი მებაღისთვის იშვიათი შენაძენია. მაგრამ ზომიერ კლიმატურ პირობებში ის არ იზრდება. ეს მოსაწყენი გადაცემაა. ბაბუ, მოდი ვითამაშოთ. შენ ამაგდებ და დამიჭერ. კარგი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. შენ დამძიმებულ ხარ. ახლა კი ჯორჯი. ახლა მე. უფრო მაღლა. მე მგონი ბაბუ დაიღალა. მე ვიცი. ბებო, მოდი დაჭერობანა ვითამაშოთ. ვერ დამეწევი. დედა ღრუტუნა და მამა ღრუტუ დაბრუნდნენ. ვიმედოვნებ პატარებს ძინავთ. არის საკვინმე. პატარა გოჭუნებსაც ძინავთ და დიდ ღრუტუნებსაც.